2024 წელს ბიუჯეტმა საგადასახადო შეღავათების გამო 6 მილიარდ 400 მილიონი ლარი ვერ მიიღო. ფინანსთა სამინისტროს მომზადებული საგადასახადო დანახარჯების ანალიზის თანახმად, თუკი 2023 წელს საგადასახადო შეღავათების ჯამური ეფექტი 5 მილიარდ 900 მილიონ ლარს შეადგენდა, 2024 წელს ის 6 მილიარდ 400 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თუმცა უშუალოდ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით საშემოსავლო დანახარჯები 7,3%-დან 7%-მდე შემცირდა. ყველაზე მეტი საგადასახადო შეღავათი დამატებული ღირებულების გადასახადს უკავშირდება 2024 წელს დღგ-ს საგადასახადო დანახარჯებმა მთლიანი დანახარჯების 94% შეადგინა. დღგ-ს დანახარჯები ძირითადად მოდის განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ფარმაცევტული სექტორებიდან, რომლებიც დაბეგვრისგან ნაწილობრივ ან სრულად თავისუფლებიან. ჯანდაცვის სექტორში დღგ-ს დანახარჯმა 2024 წელს 845 მილიონი ლარი შეადგინა, განათლებაში 808 მილიონი ლარი, სოფლის მეურნეობაში 617 მილიონი, ხოლო ფარმაცევტულ სექტორში 598 მილიონი ლარი. რაც შეეხება სხვა შეღავათებს, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დანახარჯების საერთო მოცულობამ 2024 წელს 405 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის მოსოლო გადასახადის შეღავათით ეკონომიკაში 216 მილიონი ლარი დარჩა. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით საგადასახადო დანახარჯები მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის მიზანია გარკვეული სოციალური მიზნების მიღწევა და ეკონომიკური აქტივობის მხარდაჭერა, თუმცა მეორე მხრივ შეღავათების გაზრდა საბიუჯეტო შემოსავლების დაკარგვას ნიშნავს. რამდენად ეფექტიანია საგადასახადო შეღავათები და რა ნაწილში საჭიროებს გადახედვა სტუმართან, აუდიტორული კომპანია Tax and Legal Solutions დამფუძნებელთან ზურაბ დნელაშვილთან ერთად გაგრძელებთ თემაზე საუბარს. მოგესალმებით ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა. ამ თემაზე საუბრისთვის, რომ გადავხედოთ, როგორც ვნახეთ საგადასახადო შეღავათების მიმართულებით გაწევას შეიძლება ითქვას დაკარგული თანხები, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს საბოლოოდ აკლდება, წლიდან წლამდე მზარდია, მართალია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ის იკლებს, მაგრამ აბსოლუტურ რაოდენობაში იზრდება. მოკლედ რომ შევაფასოთ, რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს არსებული საგადასახადო შეღავათები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეფექტიანია თუ საჭიროებს რაიმე მიმართულებით გადახედვას. კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის. ვიდრე გადავალთ შეფასების ნაწილზე, მე მინდა ორი სიტყვით შევეხო, რა დანიშნულებით ხდება საგადასახადო შეღავათის დაწესება, ხო, ან საჟეღავათო რეჟიმის შემოტანა. პირველი შეიძლება ეს იყოს სოციალური დანიშნულებით, მაგალითად ნაკლებშემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, როგორც იყოს თქვენების გადასახადის 40,000 ლარიანი შემოსავლის ზღვარი როგორ დავაწესეთ. მეორე ეს არის გარკვეულ ქცევაზე ზემოქმედების მიზნით, მაგალითად აი ჩვენ ვიცით, რომ ელექტრომანქანებზე, მოტოებზე და ავტობუსებზე არის გათავისუფლებული საერთოდ აქციზისგან და იმპორტის გადასახადისგან და მესამე და ჰიბრიდებზე თქო ცირდება 60%-მდე. ხო, ეს არის ქცევაზე ზემოქმედება, რასაც ქვია, ხო? და მესამე ეს არის ამა თუ იმ სფეროს ან დარგის წახალისების მიზნით როცა ხდება და ძირითადად პრობლემური არის ხოლმე ეს მესამე ნაწილი, ხო? როდესაც რაღაც ამა თუ იმ მიმართული, ამა თუ იმ დარგის სფეროს ან ბიზნესის რაღაცა სეგმენტის წახალისების მიზნით ხდება დაწესება. პრობლემა ჩვენს რეალობაში არის ის, რომ ზოგადად საგადასახადო შეღავათი ეს არის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი და ეს უნდა მოხდეს თქვა აბსოლუტურად დასაბუთებულად და გააზრებულად რაღაცა დარგისთვის შეღავათის მიცემა. თუმცა ჩვენთან ყოველთვის ესე არ ხდებოდა ხოლმე. ხო, ხა არის განათლების, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის შეღავათები, კი ბატონო, არის ამ კუთხით გარკვეულ ლოგიკაში ჩდება, საერთაშორისო პრაქტიკაც ასეთია და ნუ ვესმის რატომაც დაწესდა ეს შეღავათები, მაგრამ არის შეღავათები, რომელსაც კონკრეტული თქვათ ლობისტები ყავდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდში და ერთხელ თუ შემოიღე, მე რჩება ეს კოდექსი, ხო, შემოღება ადვილი არის და გაუქმება ძნელი არის და მოკლედ ასე დაგროვდა და გაიბერა და უზარმაზარი არის უკვე დღგ შეღავათების თავი ჩვენთან კოდექსში რო ჩაიწერა. შეგვიძლია ვთქვათ, რა მიმართულებები არის, რაც მაგალითად შეიძლება თავის დროზე იგივე როგორც თქვენ ახსენეთ, ლობისტების მიერ თქო მათი სურვილის გამო შემოიღეს დარჩა. აი რა ტიპის მათ შორის ჩვენ ნახეთ, რომ ძირითადი ნაწილი ამ შეღავათების მოდის დღგ-ზე 94 ნაწილი. ფაქტობრივად ძალიან დიდი წილი. ხო, აი რომელი ისეთი შეღავათები შეიძლება იყოს, რომელიც ამ გადმოსახედიდან წლების შემდეგ ისე ეფექტიანად და ეფექტურად ვეღარ ასრულებს იმ თავდაპირველ მიზანს, რის გამოც ეს შემოღებული იყო. კი ბატონო, ეს ახლა დასახელება არ იქნება ჩემი მხრიდან კორექტული, მაგრამ მას სჭირდება სისტემურად მიდგომა, გაანალიზება, შეფასება, ანუ რა შედეგებზე გავდივართ, ხო, ამ შეღავათის მოქმედების გამო, ანუ რამდენს კარგავს ბიუჯეტი, ანუ პროპორციულობის პრინციპით უნდა იყოს დაცული, ხო, რამდენს კარგავს ბიუჯეტი და რამდენს იგებს ეკონომიკა ან ბიზნესი ან ზოგადად ქვეყანა, ხო? და მას სჭირდება შეფასება, ასობით არის ასეთი შეღავათის დღგ-ში და ამიტომ ახლა ესე რა ერთი ამოგლიჯილათ ერთის თქმა არ იქნება ჩემი მხრიდან კორექტული.
თუმცა მე მინდა შევეხო აი სოფლის მეურნეობის შეღავათები ახსენეთ თქვენ თავიდან და მე მინდა შევეხო ამ ნაწილსაც, როდესაც დაწეს და რა თქმა უნდა ამას ქონდა კეთილშობილური მიზნები, სოფლის მეურნეობის წახალისება იყო მიზანი, ჩვენთან ფერმერული მეურნეობის წახალისება, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან მიიღო კონტრპროდუქტიული ხასიათი, ანუ უკუ ეფექტი მოგვცა ბიზნესისათვის. თუნდაც დაახსნი ამ საკითხს. აი უფრო კონკრეტულად როგორც ნახეთ, 617 მილიონი ვერ მიიღო ბიუჯეტმა გასულ წელს უშუალოდ სოფლის მეურნეობის დარგისთვის დაწესებული შეღავათებიდან. ხო, უფრო კონკრეტულად რომ მოვიყვანოთ მაგალითები, რა იწევს აი ამ სიტუაციას ახლა. კი ბატონო, ჩვენ ვიცით რომ საქართველოში წარმოებული პირველადი პროდუქციის მიწოდება თავისუფლდება DGG-სგან. ანუ ნებისმიერ ეტაპზე, არა მხოლოდ პირველადი მიწოდება, არამედ ნებისმიერ მეორადი, მესამედი მიწოდება ნებისმიერ ეტაპზე, ჯაჭვში ნებისმიერ ეტაპზე თავისუფლდება თავარი პროდუქტი იყოს საქართველოში წარმოებული. და იყოს პირველადი პროდუქტი, არა გადამუშავებული, ხო? მაგრამ საქართველოში ხა ესეთი სიტუაცია მივიღეთ, რომ კი გლეხს ვეხმარებით, თან ჩათვლისუფლებით არის გათავისუფლებული ეს შეღავათი ან სოფლის მეურნეობა, ანუ მას ვეუბნებით, რომ შენ შეგიძლია მიიღოთ DGG-ის ჩათვლა, ანუ თქვა კომუნალურებზე, თქვა წყალი თუ გაქვს გამოყენებული სარწყავად დენი და ასე შემდეგ, თქვა სხვა რაზე შეიძლება იყოს ინვენტარი შეძენაზე და ასე შემდეგ, მაგრამ რასაც შენ მიაწვდი ამ მიწოდებაზე არ გადაგახდევინებ DGG-ს. მაგრამ მოდი ვნახოთ ვისთან აქვს კონტაქტი გლეხს, ხო, ან რესტორანთან, ან სუპერმარკეტთან. არც ერთ რესტორანს და არც ერთ სუპერმარკეტს არ აწყობს DGG-ს გარეშე საქონლის შეძენა. მათ ამიტომ ურჩევიათ რომ იმპორტირებული პროდუქტის შეძენა, საიდანაც ისინი იღებენ ჩათვლას, DGG-ს ჩათვლას. ეხლა ადგილობრივი წარმოება რომ იყოს უფრო იაფი, ვიდრე თქვა იმპორტირებული პროდუქტზე, კი ბატონო, მაშინ რა თქმა უნდა კონკურენციას გაუწევდა, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ადგილობრივი წარმოება იაფი იმპორტულთან შედარებით და წარმოვიდგინე ახლა ვინ იყიდის უფრო ძვირ პროდუქციას, იმიტომ რომ ქართულია და თანაც იმ პირობით იქნა DGG-ს ვერ ჩაითვლის. ამიტომ რეალურად ჩვენ მივიღეთ ესეთ სიტუაცია, რომ რესტორანის და სუპერმარკეტის ნებისმიერი ვის ყველას ეხება, ხო? უპირატესობას აიჭებს იმპორტულ პროდუქციას, ანუ DGG-იან პროდუქციას, იქ სადაც DGG-ს იხდის და ითვლის. ისედაც იაფია და პლუს კიდე DGG-ს ითვლის და მოკლედ რეალურად ეს გლეხები აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში, რომ მათი მოთხოვნა აღარ არის რეალურად ეფექტური აღარ არის მათი პროდუქციის რეალიზაცია. აქ გამოსავალი რა შეიძლება იყოს, რაიმე ტიპის, ახლა ერთიანთ რო ავიღოთ და გავაუქმოთ ეს შეღავათი შეიძლება არ იყოს, ხო, რაღაცა კარგი შედეგის მომტანი. აი რა გამოსავალი რა შეიძლება იყოს, რომ არ მიეცეს ბიზგირო, თქო, მეტი რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში კიდე უფრო ნაკლებად კონკურენტულ ვითარებაში აღმოჩნდა, ხო, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები. გამოსავალი ამ შემთხვევაში რა არის? კი, ნამდვილად სწორი შეფასება არის, იმპორტირებული პროდუქცია რეალურად არის უპირატეს მდგომარეობაში სოფლის მეურნეობის ნაწილში, ვიდრე ადგილობრივი, იმიტომ რომ არც ერთი მსხვილი შემსყიდველი ადგილობრივისგან არ ყიდულობს DGG-ს გარეშე პროდუქციას. ეხლა აქედან გამოსავალი რა ნახეს ბიზნესებმა, რომ გლეხები არ სარგებლობენ, ანუ გლეხებს ისე პირობითად ფერმერები არ სარგებლობენ ამ საგადასახადო შეღავათით. ისინი ამბობენ, მოდი მე დავბეგრავ, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო შეღავათი ეხება, მოდი მე დავბეგრავ, DGG-ი მივაწვდი და შემძენი ჩაითვლის, მაგრამ როდესაც შემდეგ ასეთი პირების საგადასახადო შემოწმებები ჩატარდა, შემოსავლების სამსახურმა ჩათვალა, რომ ეს ჩათვლები იყო არასწორი, რახან მიწოდება არ იბეგრებოდა DGG-ი, მას მიმღებს არ ქონა მის ჩათვლის უფლება და გაუუქმა ჩათვლების შემძენებს და ძალიან ბევრი სუპერმარკეტი, რესტორანი ან წარმოებელი მოექცა, ვინც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებას და წარმოებას აკეთებს, მოექცა ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ და რეალურად ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნათ ამ პირებს რა. იმიტომ რომ DGG ქონათ ჩათვლილი, შემდეგ მათ გაუუქმეს ეს DGG-ის ჩათვლები, უამრავი ჯარიმა დაეკისრა და უკეთ აღარ იციან ახლა რა ქნა და მე ვფიქრობ მიდგომა არის აქ შესაძლებელი შემოსავლების სამსახურის მხრიდან. იმიტომ რომ საგადასახადო შეღავათი ეს არის უფლება. ეს არის პირის უფლება და არა ვალდებულება. ჩვენ რო გადავშალოთ საგადასახადო კოდექსზე წერია გადამხდელთა უფლებების მუხში და არა ვალდებულებების მუხში. შესაბამისად ახლა არავინ არ არის ვალდებული რომ ისარგებლოს შეღავათით. ხო მას უფლება აქვს, უნდა ისარგებლებს, უნდა არ ისარგებლოს. თუ კი გადამხდელი, თუ კი მაგალითად ფერმერი გადაწყვეტს რომ მას არ სურს DGG-ს თქვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობა, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა რომ არ ისარგებლოს მართლაც დაბეგროს ეს DGG-ი, ხოლო შემძენმა ჩაითვალოს ეს გადახდილი DGG. და ამაში პრობლემა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ფისკალურად ეს არის ნეიტრალური, ხო? ის იხდის ეს ბიუჯეტში, ეს იხდის, ის ითვლის. მაგრამ სამწუხაროდ ეს მიდგომა არ აქვს შემოსავლების სამსახურს ამგვარი და ძალიან ბევრი შემძენი, თქვა მსხვილი სუპერმარკეტი, მწარმოებელი, გადამამუშავებელი თუ რესტორანი გაიშარა ამ მექანიზმის გამო. ზურა, კიდე რომელიმე შეღავათი თუ არის მიღმა კონკრეტულად DGG-ს, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობას, რომელიც აი ეს პრაქტიკაში პრობლემები მოიტანა და გასწორებას საჭიროებს რომელიმე სხვა მიმართულების საგადასახადო შეღავათი.
იცი რა, არა მარტო DGG-ზე არ არის მარტო საუბარი. ჩვენ მაგალითად გვაქვს ფიქსირებული გადასახადი, რომელსაც იხდიან არა მარტო ფიზიკური პირები, ხო, ანუ კონკრეტული საქმიანობების ჩამონათვალია განსაზღვრული კანონში, მთავრობის ადგილებაში და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ისევე იურიდიული პირი. ჩვენ პრობლემა გვაქვს იმაში, რომ თქვათ საგადასახადო კოდექსზე რომ თუ შენ ხარ რაღაცა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი, ასეთ შემთხვევაში არ აქვს ვალდებულება, რომ საერთოდ აღრიცხვა აწარმოო არანაირი სამეურნეო ოპერაციებს, არც შეძენების, არც გასხვისებებს, ამ საგადასახადო აღრიცხვა არის მთლიანად მოშლილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიგებთ საერთოდ რა ხდება ამ დარგში. ეგ ერთი პრობლემაა. ანუ მე ვთქვათ, გადამხდელთა რეგისტრაციის ვალდებულების ნაწილში გვიწერია ესეთი რამე, რომ თუ შემოსავალი არ იბეგრება, გათავისუფლებულია დაბეგულისგან, შეგვიძლია არ დადგე გადამხდელად აღრიცხვაზე. ანუ საგადასახადო შეღავა არა მარტო თვითონ საგადასახადო შეღავათები, არამედ მომწესრიგებელი ნორმებიც არის ძალიან არასწორად ჩამოყალიბებული რა. ყველას უნდა ქონდეს ვალდებულება, რომ რეალურად აღრიცხვაზე დადგეს და აღრიცხვას და საგადასახადო აღრიცხვა განახორციელოს თავისი ოპერაციების. ნუ გადაიხდის გადასახადს კი ბატონო, თუ საჭიროა რომ არ გადაიხადოს, ნაკლები გადაიხადოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აღრიცხვა მოვშალოთ ამ ნაწილში, ხო? ანუ საგადასახადო შეღავათების ერთ-ერთი პრობლემა არის ჩვენ რომ დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბს ზრდის, ანუ კანონიერად ზრდის პრობლემაა ეს არის. მეორე ეს არის რომ ჩვენ გვაქვს უვადო შეღავათები. მაგალითად ფიქსირებული გადასახადი საერთოდ ანაქრონიზმია, მე რომ მკითხო ხა რაღაცას ფიქსირებული გადასახადია, ხო? ის შეიძლება დაუწესო 1 წელი, 2 წელი, ვიდრე მაგალითად კონკურენტულ ბაზარზე მოიკიდოს ფეხს ბიზნესი, მაგრამ ხო შეიძლება მთელი ცხოვრება იყო ფიქსირებული გადასახადზე, ხო? ეს ხელშეკრულება ჩვენთან შეღავათები როგორც წესი არის უვადო და არის აბსოლუტური. ესე იგი ან იბეგრება, ან არ იბეგრება. კაცო, ხო შეიძლება რომ ნაკლები განაკვეთი დააწესო, ხა DGG-ს განაკვეთებს, DGG-ს შეღავათებს რომ გადავხედოთ, ხო? არ არის აუცილებელი რომ ან 0 იყოს და ან 18, ხო? შეიძლება 8% დააწესო. თუ რომელიმე დარგის მხარდაჭერა გვინდა, შეიძლება განაკვეთი შევამციროთ. შეიძლება გარკვეული პერიოდი თუ რომელიღაცა დარგის თქვა სფეროს წახალისება გვინდა, ან თქვა გვინდა რომ ბიზნესი, სტარტაპი, ვინც ახლა შედის ბაზარზე, ფეხი მოიკიდოს და იმკვიდროს თავი ადვილად, 1 წელი დაუწესოთ, 2 წელი, 3 წელი, მაგრამ ჩვენ გვიყვარს აბსოლუტური ყველაფერი და მაქსიმალური, ხო, გვაქვს მთლიანად გათავისუფლება და უვადოთ და ეს უკვე პრობლემაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს ბიუჯეტის შემოსავლებსაც ამცირებს და ბაზარი ზოგადად ბაზარს ამახინჯებს, რა კონკურენციას ზღუდავს და ქცევაზეც არასწორად მოქმედებს განახორციელთა ქცევაზეც. აი როგორც ვთქვათ, ჩვენი საუბრის ბოლოს ფიქსირებულ გადასახადში არის ცვლილებები გარკვეულწილად შესატანი, ხო თქვი რომ ეს დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა ზრდის და რაღაცნაირად შეიძლება პირიქით რაღაც არასასურველ შედეგებამდე მიუყვანოს. მე მგონია რომ ფიქსირებული გადასახადი საერთოდ არასწორი, არასერიოზულია, გასაუქმებელი არის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მექანიზმი, ეს არის მცირე ბიზნესის გადამხდელი სტატუსი, ხო? რეალურად მარტო სალარო ოპერატორის გამოყენება გევალება, აბარემ ყოველთვიურად უმარტივეს დეკლარაციას 2-3 გრაფას ავსებ და ბრუნვის 1% სიხდი, ანუ თვითიც ძალიან დაბალია. რა თუნდა ახლა ამას ფიქსირებული მაგალითად შეიძლება შემოიღო ბაზრობებისთვის, სადაც სალარო ოპერატი ვერ შეგაქვს, ხო რაღაცა ვერ აკეთებ ვერანაირად ამის ადმინისტრებას, რომ სალარო ოპერატი შეუტანო, დაუდგა და აღარ იცხოვრო აღურიცხო მთელი ბრუნვები. იქ შეიძლება შეიტანო, მაგრამ ხა ისეთ ორგანიზებულ ბიზნესის, როგორც ვთქვათ, სილამაზის სალონები, ავტოსახელოსნოები, ვთქვათ, წონე, საცხობი და ასე შემდეგ. აქ როგორ შეიძლება თქვა, რომ ვერ ვაკეთებთ, ვერ ვაღწევთ აღრიცხვას და მოწესრიგებას საგადასახადო ადმინისტრების ესო გამორიცხულია. ნუ მაგალითად ერთ-ერთი ეგ არის პრობლემა ჩემი აზრით, რასაც საჭიროებს გადახედვას. ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად საუბრობს ფინანსის სამინისტრო, მათ შორის ჩვენთან საუბარშიც გიორგი კაურიძეს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს არაერთხელ უთქვამს, რომ აი ამ ანგარიშის დადების და ანალიზის მთავარი მიზანი რომ ეტაპობრივად დაიწყოს მსჯელობა და გადაიხედოს აი ეს შეღავათები. გადახედვა ბუნებრივად სრულად გაუქმებას არ გულისხმობს. რამდენად მოლოდინი არის, რომ თქვი იგივე პოლიტიკური ნება იქნება ამაზე, რომ გადახედონ თუნდაც ეფექტიანობის მიხედვით რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რა ნაწილშია გაუქმება საჭირო, ან რაღაც შეცვლა, რამდენად მოლოდინი ამ ყველაფრის. იცით რა არის, ამაზე საუბარი იყო, ამაზე საუბარი მინდა რომ წლების განმავლობაში. ჯერ კიდევ მე როდესაც მუშაობდი ფინანსთა სამინისტროში 20-21 წელს, მაშინაც კი მაგაზე მქონდა საუბარი, შემოსავლების სამსახურმა წარმოადგინა მაშინ ანალიზი, რომ თქო რომელი შეღავათები იყო დაწესებული, რომელი დარგში და ასე შემდეგ რა საგადასახადო დანახარჯებთან მქონდა ადგილი. იმის მერე მედის ამაზე საუბარი, რამდენადაც ეს არის ძალიან სენსიტიური და არაპოპულარული საკითხი, ხო ხა დაწესება ყველას უხარია შეღავათი და გაუქმება ძნელია, ხო მტკივნეულია, იმას მოყვება თქვა აჟიოტაჟი და ნუ ზუ არ
უარყოფითი თქვა კომენტარები და რატომღაც ყველა იკავებს თავს ამის, მაგრამ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ რა, არ არის აუცილებელი რომ ახლა მაინც 10 წელი ველოდოთ, როზე არის გადასადგმელი, ეს ადრე თუ გან გასაკეთებელი იყოს, რაც მალე გავაკეთებთ, ბიუჯეტის უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ბაზარზეც კონკურენტული გარემო შეიქმნება და ტვირთით შემცირდება. ჩვენი პრობლემა რა არის? ის რატომ არის მაღალი საგადასახადო ტვირთი? იმიტომ რომ ნახევარი არ იბეგრება ბიზნესის და ნახევარი დანარჩენ ნახევარზე უწევს გადადის თელი ტვირთი. განაკვეთები, შეღავათები რომ გაუქმდეს მნიშვნელოვანი წილად, ეხლა ყველას ვერ გავაუქმებთ რა თქმა უნდა, რომ შემცირდეს საშეღავათო დარგები. ეს საშუალებას მოგცემს საგადასახადო განაკვეთების შემცირებას. იცით 18 კი არა, შეიძლება უკვე მე 15 იყოს. საშემოსავლო გადასახადი 15-20 კი არა, შეიძლება უკვე 15 იყოს. ანუ განაკვეთების დაწევის საშუალებას მოგცემს ეს შეღავათების გაუქმება ეტაპობრივად. ძალიან დიდი მადლობა ზურაბ საინტერესო საუბრისთვის. ბუნებრივია ამ თემებს ჩვენ მომავალში აქტიურად დავუბრუნდებით. ზურაბ ძნელაშვილი Accent Legal Solutions-ის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი, როგორც მოისმინეთ, საუბრობთ საგადასახადო შეღავათებზე და მათ ეფექტიანობაზე.